ბიზნესის სტაბილურობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვინ იღებს პასუხისმგებლობას მისი პრობლემური აქტივების მართვაზე. მაშინ, როცა გაყინული ფინანსები კომპანიის განვითარებას აფერხებს, მოცემულობა ესეთია, თუ გვინდა განვითარება საქმეში, პროფესიონალები უნდა ჩაერთონ. ბაზარზე აი ამ მიმართულებით სანდოობის სტანდარტს ჩვენი აზრით დავით ელისაბედაშვილის საახსრულებლო ბიუროც ქმნის. საქართველოში საერთაშორისო ქსელ კონექსის ერთადერთი წარმომადგენელი ბიზნეს ვალის რეალურ აქტივად გადაქცევას თავაზობს. და ამას ყველაფერს ეს გუნდი აკეთებს მაქსიმალურად მოკლე დროში. ხო და რა არის კერძო საახსრულებლო ბიუროს წარმატების ფორმულა და რა გზას გადიან ისინი მომხმარებლის ფინანსური უსაფრთხოებისთვის. მოდი ეს დეტალები შევიტყოთ ჩვენი სიუჟეტიდან და ამ კომპანიაზე მომავალშიც კიდევ ბევრს გაიგებთ ჩვენგან. ახსულები დავინტერესდი 2007-ში. მაშინ ჯერ კიდევ მაგისტრატურის სტუდენტი ვიყავი. მივხვდი, რომ მნიშვნელოვანი იყო მეპოვნა ჩემი ინტერესი პროფესიაში, რომელსაც იურისტი ჰქვია. დავით ელისაბედაშვილი უკვე 17 წელია საქმის ერთგულია. წლიდან წლამდე იზრდება მისი გუნდიც, პროფესიონალები, რომლებიც ერთად უძღვებიან განსხვავებული სირთულის საქმეებს. როგორც ამბობენ, მათი მთავარი დასაყრდენი დაგროვილი ცოდნა, მრავალწლიანი გამოცდილება და ერთმანეთისადმი უპირობო მხარდაჭერაა. რთულია კლიენტებს დროებაზე და წარმატებაზე ესაუბრო, თუ ეს განს და შენ თვითონ არ გაქვს შენს თავზე. ბიზნესის კეთება ზოგადად არის გამოწვევა და ის იმდენად მრავალმხრივია, რომ წარმატებისთვის აუცილებლად სჭირდება სანდო და პროფესიონალი მხარდამჭერი. ბიზნესისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება პრობლემური აქტივია. განტოლება მარტივია. გაჩერებული ფინანსური რესურსი უდრის გაჩერებულ ბიზნესს. ეს ფაქტორი ნეგატიურ გავლენას ახდენს როგორც ინვესტორებზე, ისე საბანკო პროდუქტებით სარგებლობის პროცესზე. ასეთ კრიზისულ სიტუაციებში კი დამოუკიდებლად გამოსავლის პოვნა რთულია, ამიტომ გადამწყვეტია, ვინ იდგება ბიზნესის გვერდით. ბიზნესს ისეთი პარტნიორი სჭირდება, რომელიც სწრაფად და ეფექტურად გიგوارებს ისეთ პრობლემას, რომლებიც ახსულებას ამ პრობლემური აქტივების მართვას ეხება. სპეციფიკური საქმე უნდა მიანდო პროფესიონალს. ასეთია დავით ელისაბედაშვილის საახსრულებო ბიუროს წარმატების მთავარი ფორმულა. აღნიშნავენ იმასაც, რომ ბიუროს ინტერესი პირდაპირ პროპორციულია დამკვეთის ინტერესისა. მათ ზუსტად იციან, როგორ გადააქციონ ვალი აქტივად და როგორ დააბრუნონ ქონება დროის უმოკლეს მონაკვეთში. ჩვენ ვერთვებით საქმეში და ჩვენს თავზე ვიღებთ პრობლემის მოგვარებას, რომ თქვენს ბიზნესს მოეხსნა სტრესი და დატვირთვა. ჩვენი საქმე მიყვავს ბოლომდე ჩვენივე რესურსით. ძალიან მარტივიანით რომ ვთქვათ, ჩვენი ჩართულობა არის კომფორტი და დიდი შეღავათი ჩვენი კლიენტებისთვის. ბიუროს სანდოობას კიდევ ერთი მყარი ფუნდამენტი აქვს. დავით ელისაბედაშვილი საქართველოში ერთადერთი კერძო აღმასრულებელია, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია კონექსს წარმოადგენს. ვინაიდან ჩვენ საერთაშორისო კერძო აღმასრულებელთა ორგანიზაციის წევრები ვართ, გვაქვს დანერგილი საერთაშორისო დაპრობირებული სამუშაო სისტემა, რომლის საშუალებითაც კონკურენტებისგან განსხვავებით, უფრო მეტი შედეგის გარანტია შეგვიძლია მოგცეთ. ამ სისტემებით მუშაობისას პროცესი უფრო სწრაფად და ეფექტურად მიმდინარეობს. ჩვენი ჩართულობით უფრო მოკლე ვადაში დაიბრუნებთ ფინანსებს, საერთო ჯამში უფრო მეტ შედეგს მიიღებთ. საერთაშორისო სტანდარტებით მუშაობა პირდაპირ ისახება მთავარ მიზანზე, პრობლემური აქტივების პორტფელის მკვეთრ შემცირებაზე. როგორც ამბობენ, ბიუროს ჩართულობა ბიზნესს აძლევს უპირატესობას მინიმალურ დროში მიიღოს მაქსიმალური ფინანსური შედეგი. თუმცა ამ ეფექტიანი ბერკეტების მიუხედავად ბაზარზე ბევრმა ორგანიზაციამ თუ ინდივიდუალურმა მეწარმემ დღემდე არ იცის, რომ არსებობს სრულიად კანონიერი და მოქნილი გზა დაიბრუნოს ის, რაც მას ეკუთვნის. ჩვენ ვიცით, როგორ მოვაგვაროთ ახსულების საკითხები ძალიან სწრაფად და ეფექტურად, რასაც პირველია კანონით დადგენილ ჩარჩოებში. არსებობს სრულიად უიმედო საქმეები, მაგრამ კიდევ უფრო მეტი საქმე არის იმ სტადიაზე, რომ შეიძლება სწორი გეგმითა და სისტემური მუშაობის შემთხვევაში მათი გაცოცხლება. პრობლემური აქტივების სრული პორტფელი შეგვიძლია მართოთ ჩვენი კლიენტებისთვის, ჩვენ მოვაშოროთ ბიზნეს დიდ თავის ტკივილს, განსაკუთრებით მათ, ვინც კონსიგნაციით მუშაობს. თვეობით გაყინულ ფულად ნაკადებს დავაბრუნებთ ყველა ბიზნესის კალაპოტში ისე, რომ მათ განაგრძონ განვითარება. სწორედ ამ გაყინული კაპიტალის ბიზნესის კალაპოტში დაბრუნებას უკავშირდება ბიუროს სამომავლო ხედვაც. მათი მთავარი გეგმა და მიზანია, რომ ახსრულება და პრობლემური აქტივები ბიზნესისთვის გადაუჭრელ თავსატეხად აღარ იქცეს და მოვალეთა უფლებებიც დაცული იყოს. დავით ელისაბედაშვილის გუნდში სჯერათ, რომ გამბლოკილი ფინანსები და დაცული ქონება ჯანსაღი კონკურენციის წინაპირობაა. ბიზნესის განვითარება კი საბოლოო ჯამში მთელი ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის მთავარი ლოკომოტივი.